მოგესალმაგებო. ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ძალიან საინტერესო ადგილზე. აქ არის ძალიან ლამაზი ხედი და იქაც ძალიან მაგარი ხედია, აქეთაც და იქითაც მოკლოდ და ისეთაც კიდე ვიმყოფებით, რომ ჭკუაზე არა ვართ. განახოთ რა ხედია, მაგრამ მე რაღაცა უნდა გითხრათ. ესე იგი, ეს არის ხედი, არაჩვეულებრივი, ისეთი ხედია, რომ ჭკუაზე არ ვართ. აქეთ სულ მანქანები დადიან და რაღაცეები. და აი, კაპუჩინო გაგვიკეთეს აქა, გესმით და თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ფასადა. ორლარიანი ხო? ორლარიანი ფხვნილი ხო? ორლარიანი ფხვნილი 8 ლარად მოგყიდეს. ესეც საქართველოში ვცხოვრობ, ისეც საქართველოში ვცხოვრობ. ისე მე ამ აყება ჩემი საქართველო, ისე მე ამ აყება ჩემი საქართველო, რომ არ ვიცი რა ვქნა რა. სკამიღა ბომბში. ძალიან ძიმა აღმოჩნდა ეს სკამი ჩემთვის. აბა ჩემო ვეზირებო და მაზირებო როგორ ხართ? 8 ლარიანი კაპუჩინოთი. რა სოფელში ვარ დაწვიცი? საღრაშენი? საღრაშენიდან მოგესალმებით. აი იქ შეგვიძლია დავჯდეთ, დავსხდეთ, საქანელა არის, ვიქანაოთ. ხო, ვიქანაოთ? დღევანდელი თემას შეეფერება. შენ შეგრძღვება ჩემო საყვარელო. მეგობრებო, მოკლედ, ეს დაკომპლექსებული ხალხი ხო, რომელიც პანტაპონტით გაიფანტა ეხლა ჩემი გვერდიდან, აი ესია რა, იმიტომ რომ არ მინდა რა, ესეთი კიზერზე დაკიდებული ხალხი და ჯოჯოები, რომლებიც თავისუფლად ვერ საუბრობენ ვერც ერთ საკითხზე, ამათ რა სახელმწიფო უნდა ჩააბარო. თამარ მეფეს ეგრე უყურებთ, თამარ მეფე ყველა საკითხზე ისე საუბრობდა როგორც მამაკაცი. და როგორც დედაკაცი. ასე რომ ჩემო კარგებო, მაგისი ნუ შეგწყვებათ თქვენ. ჩემი ესეთი ლამაზი სიტყვებით ნუ შეგწყვებათ თქვენ. მე როდესაც გამოვიყენებ ამ სიტყვებს კი არა და ვიხმარ. არც ერთი სიტყვა არ არის კარგი, არც ვიხმარ და არც გამოვიყენებ, მაგრამ როდესაც დავწერ ამ სიტყვებს, მაგალითად ამ ჩემს ფანჩარს თქო, ხო? თქვენ ნუ შეგწყვებათ მაგისი, გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ არავინ ხელს არ დაგადებთ. საქართველოში ხო ისეთი ძალიან მაღალფარდოვნულენით მოლაპარაკე ადამიანები ცხოვრობენ, რომ არ ეკადრებათ ასეთი დაბალფარდოვნული სიტყვებით საუბარი. ისინი სახლში ზიან, მათ მისდით ნამსახურები ფულები საზღვარგარეთიდან და მათ შემოსდით ეს ფულები და მერე გასცემენ. მისცემენ და შესცემენ ბოზებს, ნაბოზრებს და ბოზების გავარდნილებს. თქვენ რომ იცოდეთ ეს სიტყვა რას ნიშნავს? ბოზიო და ნახეთ რა ბოზი ვარ. ხო ვარ ბოზი? იცი რას ნიშნავს ეს სიტყვა? ლამას ნიშნავს ეს სიტყვა ჩემო კარგო, ეგ არის ცოდი შენ ეხლა გერმანელია და ვასწავლი მეგობრებო ქართულს, თანაც ძველ ქართულს ვასწავლი. ესე იგი ბოზი ქვია ლამაზი? ლამაზი. ხო ვარ ბოზი? ვარ. ხო, ბოსი არა მეგობრებო, ბოზი ვარ, მე ვარ ლამაზი, ბოზი. გესმით? აი თი ხო, ესე ხო? და ჯოჯოები ვერ იტანენ ბოს ქალებს, იმიტომ რომ ჯოჯოებს უყვართ მახინჯი ქალები. მახინჯს კიდევ რა ქვია ძველ ქართულად ეს აღარ მახსოვს. გავიხსენებ მე-12 საუკუნიდან როგორ ვუწოდებდით მახინჯი ქალებს. მაგრამ მე-12 საუკუნეში ჩვენ მახინჯი ქალები არ ყვავდა. თუმცა არსებობს ასეთი ადგილი მახინჯაური. ალბათ მახინჯს მახინჯი ერქვა თავიდან ბოლომდე.
ხო? მე ხარ ჩაიწერე ცუდი ბებიათო. მოკლედ არ მომეწონა აქაურობა. კაპუჩინო, რომელიც წესით არც რძით არის გაკეთებული და არის ჩვეულებრივი 2 ლარიანი ფხვნილით გაკეთებული, ღირდა 8 ლარი. დიდი 10 ლარი. ანუ დიდი. ვინც კაპუჩინოს სვავს, დიდ კაპუჩინოს, ხო? მაშინ მას 10 ლარის გადახდა მოუწევს, ჩემო კარგებო, და ვინც პატარა კაპუჩინოს მას მოუწევს 8 ლარის გადახდა. მოკლედ რეკლამა, ანტირეკლამა გავუკეთე აქაურობას, იმიტომ რომ საერთოდ არცად 8 ლარი 2 ლარიან კაპუჩინოში ნამდვილად უსინდისობაა რა. სინდის უნობაა. მეგობრებო, მე ძალიან კარგი ხასიათზე ვარ, იმიტომ რომ მინდა გითხრათ და გახაროთ, რომ ძალიან მალე მე საზღვარგარეთ წავალ და შემდეგ როცა ჩამოვალ საქართველოში, ასე იოლად არ ჩამოვალ მეგობრებო, მე ჩამოვიყვან მთელს ჯგუფს, რომელიც იმუშავებს ჩემი კაბის აღდგენაზე. დიახ, აი ჩემი კაბის აღდგენაზე და გამომზეურებაზე ვინც იმუშავებს, ისინი ქართველები არ იქნებიან. ქართველებს სადა აქვთ მაგის უნარი, არც ტრაკი, არც თავი და არც უნარი. ქართველებმა იციან კარგად მოსმენა, მერე კომენტარებში დაკომენტარება და გონიათ ეს არის საქმე. საქმეს კი აკეთებენ გერმანელები. რას ლაპარაკობ, რას იტყვი შენ? ჩემო გერმანელო მეუღლე. სხვათა შორის დღეს ჩემმა გერმანელმა მეუღლემ ბინადრობის უფლება მოიპოვა. საქართველოში ბინადრობის უფლება. ხო და ასე ჩემო კარგებო. აბა როგორ მოგწონთ ჩემი ავსათილაო საუბარი? დიდი გავაშვია. ხო, და ეს საინტერესოა. საინტერესოა, ახლა ვიკითხე, ვინ არის მეთქი აქაური, აქ უფროსი მეთქი და ქართველია თქო და კიო, ქართველიაო და მე რა გვარია მეთქი, ისა რა ქვია თქო და სახელი თქო და გიორგი ქვიაო და გიორგი რა გვარია მეთქი და ყურაშვილიო და მე მგონი ყურაშვილები ყურანს უფრო ეკუთვნიან ვიდრე საქართველოს. ასე რომ ყურაშვილებო, ყური გადიდეთ და მისმინეთ. ნუ გაგიდით ამ კაპუჩინოს 8 ლარად, თორე კიდევ ერთხელ გაგიკეთებთ ანტირეკლამას. გესმით? ალბათ, ხო. წავიდი რა. ეს ქართველ ხალხს ერთი წუთი არ დამილებია ჩემი 8 ლარიანი კაპუჩინო. ისა ქართველ ხალხს გონია რომ აქედან ყველა საიდანაც არ უნდა იყოს აქ ვირტუალურ სამყაროში ისე უნდა ელაპარაკოს როგორც მეფეებს. და თვითონ უნდა ისხდნენ მხოლოდ ფეხი-ფეხზე გადადებული და მე შენზე იმედებს ვამყარებდი. შენი იმედი მქონდა. ჩაფუთხეთ თუ იმედები გქონდათ. ქრისტემ განა არ გითხრათ რომ სხვაზე ნუ დაამყარებთ იმედებს, თქვენ თავზე დაამყარეთ იმედებიო? ხო და რატო არ უსმენთ თქვენ ვითომ ქრისტიანებო? მცადით მომშორდით, შორს თქვენ ჩემგან. წავედი. ბეიკერებიც მოვიდნენ. ჭარა გავთიშოთ რე. გავთიშოთ. კარგად.